ალბათ გახსოვთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას ხელფასი 37,000 ლარი აქვს. თუმცა ქალბატონი ნათია მხოლოდ ამ ხელფასით არ არის საინტერესო. მაგალითად, მას აქვს 1,6 მილიონი ლარი ნაღდი ფულით, 1 მილიონი ლარი ანაბარზე. თითქმის მილიონი ლარის უძრავი ქონება, რავი, ძვირადღირებული ავტომობილები და უამრავი სხვა. წარსული ძალიან საინტერესო აქვს, მაგალითად, მან 2012 წელს 35,000 ლარი შესწირა ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც შეგახსენებთ ქართული ოცნება უპირისპირდებოდა. სააკაშვილის მთავრობის დროს ის იყო ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე. ასევე მუშაობდა შევარდნაძის მთავრობაშიც. მაშინ ის იყო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე და საკრებულოს წევრი. ხო და ეს ქალი გვეუბნება, რომ სანქციები არ აღასრულოთო. უпростоრად კომპანიებს ეუბნება. ხო და მართალია, მას არაფერი ენაღვლება, მშვენივრად აქვს ცხოვრება მოწყობილი და ამ ნაღდ ფულს და ასე შემდეგ მშვენივრად გამოიყენებს. აი, ჩვენ ვიკითხოთ იმ ადამიანებმა, ვისაც აი ამ სანქციების შედეგად ძალიან მძიმე ტვინი შეიძლება დაგვეკისროს.